იმედის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და პოსტი. ასეთი ცოტნე გეგეჭკორი, ასეთი ჟურნალისტი იმედის და ამან დაწერა ასეთი ტექსტი. ყოველკვირეულ პროდუქტებზე 200-250 ლარით ნაკლებს ხარჯავ, დავდივარ მუდმივად ერთ კონკრეტულ ჰიპერმარკეტში. ჩემი როგორც უბრალო მოქალაქის მადლობა ყველამ ადამიანს, ვინც თითო აგური დადო ამ საქმეში, ანუ გაიაფებაში. გეუბნები ეპოქალური ტექსტია. ქვეყნდება ინფორმაცია, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში არის თვეში 250 ლარი. ამ დროს იმედის წამყვანი გამოდის და რას იძახის ცი? კვირაში 250 ლარით ნაკლებს ხარჯავს. გამიაფთა მაგდენით საიდლებს. კვირაში 250 ლარით ნაკლები რას ნიშნავს? ცი, ესე იგი თვეში ხარჯავს 1000 ლარით ნაკლებს. ხო? თვეში საკვებზე 1000 ლარით ნაკლებს რო ხარჯავ, ნუ აი რამდენი შეიძლება გაგიაფთეს ახლა საკვები? აი 20%-იანი კლება რო იყოს, აი შენ თუ 250 ლარი შენი ხარჯი არის 20%, ესე იგი ნუ რაღაცა ხარჯავ კოლოსალ რაღაც 2000 ლარს ხარჯავ კვირაში.